გამარჯობა. ურთიერთობები, ტოქსიკური ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი ბედი, კარმა, წევლა. თუ მაინც არის ის რისი გამოსწორება ჩვენ თავად შეგვიძლია. ჩვენ ვიზიდავთ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი ტრამვების დონიდან და ჩვენი შინაგანი ენერგეტიკული სიხშირეებიდან გამომდინარე. ადამიანები გაუცნობიერებლად ხშირად ვიზიდავთ სხვა ადამიანებს ჩვენი ტრამვის ვიბრაციების დონიდან, რადგან ჩვენთვისვე ფსიქოლოგიურად ნაცნობი დინამიკა გვესახება როგორც ახლად, თავშესაფრად ან სურვილად რომ გადავრჩეთ. თუნდაც ის რომ ტკივილს იწვევდეს ეს ურთიერთობა. და ადამიანებს ასევე გვახასიათებს ის, რომ ჩვენი წარუმატებლობები დავაბრალოთ თვალს, ჯადოს, რაიმე ზებუნებრივს ურთიერთობებში, რომელიც აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის, მაგრამ თავში არის სწორედ ის შინაგანი ვიბრაციები, რომელიც რაღაც არც ისე შორეული ბავშვობის ტრავმიდან ან მიღებული გადაწყვეტილებებიდან ბავშვობაში მოდის. ამიტომ მოდი დღეს სწორედ ვისაუბროთ ამ ფენომენზე. ეს ფენომენი რამდენიმე მიზეზით ხდება ჩვენ ცხოვრებაში. ძირითადი არის სულ 4 მიზეზი. პირველი, თავის იდენტურობა ტრავმასთან გაიგივებული. როცა ტრავმა არ არის დამუშავებული, ის ჩვენი იდენტობის ნაწილად იქცევა. ამ დროს ტრავმული სქემები გვიბიძგებს, რომ ისეთი ადამიანები მოვიზიდოთ, ვინც ამ სქემას დაამტკიცებს. მაგალითად, ვირჩევთ პარტნიორს, რომელიც მუდმივად ხელმიუწვდომელია მშობლის მსგავს პოზიციიდან გამომდინარე. მეორე, ტრავმის რეპეტიცია, გამეორება. თუ დავეთხოვებით ბაბუა ფროიდს და ფროიდის ცნებით და მიხედვით, ქვეცნობიერი ცდილობს ხელახლა გამოიცადოს ტრავმული სიტუაციები, გამოსცადოს ქვეცნობიერმა, იმ იმედით, რომ ამჯერად შეძლებს მის მოგვარებას. ამას ადამიანები ქვეცნობიერიდან გაუცნობიერებლად აკეთებენ. ანუ ვირჩევთ ისეთებს და ისევ, ვინც ძველი ტკივილის მსგავს განცდებს იწვევს ჩვენში. იმიტომ რომ იმედით რომ დავძლებთ. შემდეგი მესამე არის ემოციური რეზონანსი. როცა ორ ადამიანს მსგავსი ტკივილი ან ემოციური ჭრილობა აქვს, მათ შორის ჩნდება გაუცნობიერებელი ემოციური კავშირი. ორივე თითქოს ერთმანეთის ტრავმას გრძნობს. და ეს ძალიან ხშირია ორი ადამიანის შეხვედრა და ურთიერთობა ერთმანეთთან. შემდეგი მეოთხე არის დავიწყებული ან განდევნილი ნაწილების ანარეკლი. ამას კიდე ქვია სულის ნამსხვრევები დაახლოებით. ის, რასაც საკუთარ თავში ვერ ვიღებთ ან განდევნილი გვყავს. ხშირად სხვაში გვიზიდავს. ან გვაბრკოლებს. ასევე ამას ქვია ჩვენი ჩრდილები კიდე. და ასე ვიღებთ შესაძლებლობას, რომ ეს ნაწილები გავაცნობიეროთ ადამიანებმა. ამიტომ სანამ საკუთარი ტრავმა არ იქნება გადამუშავებული და ინტეგრირებული სწორად, ქვეცნობიერად მასზე აგებულ სქემებს ვიმეორებთ ურთიერთობაში, პარტნიორებთან, მეგობრებთან, კოლეგებთანაც კი. მე თქვენ მოგიყვანთ და მოვიყვანოთ მაგალითი და დავაკვირდეთ დეტალურად, თუ როგორ მოქმედებს ტრავმული სცენარი ურთიერთობებზე. ეს მაგალითი არის ესეთი გამოგონილი შეთხზული, მაგრამ სქემა თავარი ხერხემალი, დავაკვირდით ხერხემალს. მაგალითად, ავიღოთ ქალი, რომელიც მუდამ დისტანციურ პარტნიორებს ირჩევს. პირობითად ეს ჩვენი გმირი არის დაახლოებით 32 წლის ქალი. ის ამბობს, რომ მუდმივად ემოციურად ცივ, უკარება და დისტანციურ მამაკაცებს ეჭიდება. და
არის მუდმივად ესეთი მამაკაცები მის ცხოვრებაში. საწყის ეტაპზე მათში მშვიდობა და სიძლიერეს იზიდავს ჩვენ გმირს მათში, მაგრამ შემდეგ ჩნდება იგნორი, გაუცხოვება და ის თავს მიტოვებულად გრძნობს, ის იტანჯება, მაგრამ თავს იდანაშაულებს იმაში, რომ შეიძლება ზედმეტს მოითხოვდა. ჩვენი გმირი ყოველთვის ირჩევს იმ მამაკაცებს, რომლებიც მასთან არ რჩებიან. ისინი თავიდან გაცნობისას ძალიან საინტერესოები არიან, ესე საინტერესოდ შემოდიან მის ცხოვრებაში, მშვიდები, დაფიქრებულები, თითქოს არის მათში ის სიღრმე, რაც ჩვენ გმირს იზიდავს. და მას ეგონა რომ ბოლოს და ბოლოს იპოვა ის ადამიანი, ის ერთადერთი, რომელიცაც ეძებდა. ვისთანაც სიმშვიდეს სითბოს იგრძნობდა, მაგრამ მალე იწყება სიჩუმე საპირისპირო მხრიდან. ჩვენი გმირი ბევრს აკეთებს, მათ შორის მესიჯებსაც კი, წერილებსაც კი წერს მას, ის კი ამ მესიჯებზე პასუხობს მოკლედ. ერთ დღესაც ღებულობს პასუხს. გონი შენ მეტი გჭირდება, ვიდრე მე შემიძლია. ამ პასუხით გაოგნებული ჩვენი გმირი სარკეში უყურებს თავს და ფიქრობს, მაინც რას ვაკეთებ არასწორად. ნუ თუ ზედვეტი ვარ მის ცხოვრებაში. არადა სინამდვილეში ეს თამაში წლებია უკვე გრძელდება სხვადასხვა სახეებით, მხოლოდ იგივე უცვლელი სცენარით. ხომ არ გეცნოთ ისტორია? თქვენ ან თქვენს გარშემო? ალბათ კი და საინტერესოა თუ რატომ ხდება ესე. მე შევეცდები აგიხსნათ მარტივად. ბავშვობაში ჩვენს გმირს შესაძლოა ბევრი ემოცია ჰქონდა, მაგრამ ცოტა მხარდაჭერა. ამიტომ მან გადაწყვიტა რომ ესწავლა, რადგან ჩათვალა ჩემი გრძნობები ზედმეტია. ახლა მას ქვეცნობიერად იზიდავს ადამიანი, ვინც იმავე სიცივეს აჩვენებს, რაც მისთვის ნაცნობია. შინაგანად ის იმედოვნებს, ამჯერად თუ ძალიან დავუჯერებ და კარგი გოგო ვიქნები, ალბათ აღარ წავა. გოგოს მაგივრად შეგვიძლია ბიჭი ჩავსვათ აქ. მაგრამ ის მაინც მიდის. მოდი გავარკვევთ ანალიზი. გავაანალიზოთ, როგორია ამ მაგალითის ფსიქოდინამიკური და ტრანსპერსონალური პერსპექტივები. შესაძლოა ბავშვობაში ბალანსის დარღვევა. ჩვენი გმირის შემთხვევაში. ბავშვობაში მას რომელიმე ერთ მშობელთან და ხშირ შემთხვევაში ეს არის მამა, მას ემოციური კავშირის სუსტი ჰქონდა. შესაძლოა მამა ფიზიკურად კი იყო მის ცხოვრებაში, ფიგურირებდა, მაგრამ ემოციურად ის იყო მიუწვდომელი. ჩუმი, კაცრი, მუდმივად გადატვირთული თავის სამსახურში. ანუ ემოციური კონტაქტი არ ჰქონდა თავის შვილთან. ამიტომ პერსონაჟის ცხოვრებაში ბავშვურმა მინდობის, დაცვის, მხარდაჭერის მოთხოვნილებამ იმედები გაუცრუა. იგი ქვეცნობიერად ცდილობს ახლა მოიპოვოს ის მაშინ დაკარგული კავშირი მამასთან, მაგრამ ამას აკეთებს იგივე სცენარით და იმ რწმენით და ფიქრით, რომ ამჯერად ის თავად შეძლებს მამის მსგავს ადამიანში, რომ სითბოს გააღვიძებს. იქნებ მე მან შემიყვაროს ისე, როგორც მინდოდა. ეს არის ესეთი მიდგომა. ტრამვის გაიდენტიფიცირება და რეაქტივაცია როგორ ხდება ეს? ის ჩვენი გმირი არაცნობიერად ცდილობს იმავე ტკივილიან სცენარში მოხვედრას, მაგრამ სხვაგვარი დასასრულით. ამიტომ მისთვის ცივი, უკარება და დისტანციური მამაკაცები უცხო არაა. ეს ყველაფერი მისთვის კომფორტული არაა. უბრალოდ ნაცნობია. შემდეგ მოდის შინაგანი ბავშვი და დაუკმაყოფილებელი საჭიროებები. ჩვენი გმირის შინაგანი ბავშვი კვლავ ცდილობს მოიპოვოს და მიიპყროს ყურადღება იმ მიდგომით,
შეგიძლია გიყვარდეს ისეთი როგორიც ვარ? ამიტომ ხშირად ის უარყოფს თავის ჭეშმარიტ მოთხოვნილებებს და ემორჩილება პარტნიორის წესებს, რათა არ იქნეს მიტოვებული, უარყოფილი ან გარიყული. არქეტიპების მიხედვით და იუნგის ჩემი საყვარელი ფსიქოლოგის არქეტიპული ტიპების პერსპექტივა გმირის როგორია? ცივი, უკარება და დისტანციური კაცი მისთვის მამრობითი ანიმუსის ჩრდილოვან ასპექტს წარმოადგენს. მიუწვდომელი, ძლიერი, ჩაკეტილი. მან ვერ მოახდინა არქეტიპის გადამუშავება და ინტეგრაცია თავის ფსიქიკაში. ამიტომ აისახება გარე პერსონებში, რომლებიც მტკივნეულად იმეორებენ შინაგან დაუსრულებელ ჩვენი გმირის კონფლიქტს რეალურ ცხოვრებაში. რა უნდა გავაკეთოთ, რა გზები არსებობს ამ დახურული წლიდან გამოსასვლელად? ფსიქოთერაპიულ ინტეგრაცია როგორ უნდა მოხდეს და აქვე დავამატებ ერთ წინადადებას, რომ ეს ჩამონათვალი, როდესაც ვართ ტოქსიკურ ურთიერთობებში, კიდევ ერთხელ თუ პირადი მეგობრებში თუ კოლეგებთან, აბსოლუტურად არაფერ შუაშია არც თვალთან, არც ჯადოსთან და არც წყევლასთან. პირველ რიგში აუცილებლად უნდა მოგვარდეს ეს საკითხები და როგორ მოხდეს ეს ფსიქოთერაპიული ინტეგრაცია, ახლა სწორედ მაგაზე გიამბობთ კიდევ. პირველი რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის ტრავმის ამოცნობა და გაძლიერება, გაცნობიერება, რომ ეს სცენარი არაა ბედისწერა, არამედ ბავშვური ჭრილობის პროექცია. მეორე, საკუთარ საჭიროებების გაცნობიერება. როდესაც არის ტრავმა, უნდა ისწავლოთ, რომ საჭიროება ვიღაცასთან კავშირისადმი არ არის სირცხვილი და გვაქვს უფლება, რომ იყოს, გრძნობდეთ და გამოვკვეთოთ და დავიცვათ პირადი საზღვრები. პირადი საზღვრების დაცვა და საკუთარი საჭიროების დაფიქსირება. შემდეგი ეტაპი ეს არის შინაგანი მშობლის ფორმულირება. მის შინაგან ბავშვზე ზრუნვა თავადვე უნდა დაიწყოს. არ უნდა ვიყოთ მკაცრი მშობელი საკუთარი თავისთვის. მაგალითად, არ უნდა ვაკრიტიკოთ და არ უნდა აუგრძალოთ რაღაცები საკუთარ თავს. არ უნდა ვიყოთ მკაცრი მშობლის როლში. პირველ რიგში საკუთარი თავისთვის. და შემდეგი მოდის ღრმა ფსიქოთერაპია და ფსიქოთერაპიაში არსებობს ტექნიკები, რომლისგან აქედან გამოცვლა შეიძლება, რომ მოხდეს ტრანსფორმაცია სულის და გამოვიდეთ ესეთი ტოქსიკური მიჯაჭვული ურთიერთობებიდან. ასე რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ჩვენს ხელში. და როგორც თავიდან დავიწყე საუბარი, ის თუ ჩვენი ურთიერთობები დამოკიდებულია ჩვენს შინაგან ვიბრაციებზე. ჩვენ ვიზიდავთ ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში ჩვენი ტრავმების დონიდან, ჩვენივე შინაგანი ენერგეტიკული სიხშირეებიდან. მადლობა წარმატებები ყველას.